ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნებამდე ერთი თვე რჩება. მანამდე რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ხელმძღვანელმა რიკარდ იოზვიაკმა გავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის ელჩებმა მწვანე შუქი აუნთეს ევროკავშირის ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების გამარტივების მექანიზმს. მისივე თქმით, ეს მექანიზმი სამომავლოდ შესაძლოა ქართული პასპორტების მფლობელთა წინააღმდეგ იქნას გამოყენებული. გავრცელებული ინფორმაციით 17 ნოემბერს მინისტრების შეთანხმებას ხელს მოაწერენ, 26 ნოემბერს ხელმოწერის ცერემონია შედგება, ხოლო დეკემბერში აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევა. ოპოზიცია მმართველ გუნდს აკრიტიკებს და თვლის, რომ ქართული ოცნების ქმედებების გამო საქართველოს მოსახლეობა არ უნდა ისჯებოდეს. მმართველ გუნდში კი დასავლეთის კრიტიკას ტრადიციულად საქართველოს საშინაო პოლიტიკაში ჩარევად მიიჩნევენ. დასავლეთის ნებისმიერ ინსტიტუციასთან კონტაქტი და კავშირი კომუნიკაცია ჯანსაღი აქვს შენარჩუნებული მხოლოდ ოპოზიციას, თუნდაც პატიმრობაში მყოფ ლიდერებს და არა ივანიშვილს და მის გუნდს, რომელიც საბოლოო ჯამში შეიძლება რომ უკვე ჩამოშორებულია დასავლური სამყაროსგან, ინსტიტუციებისგან და მათთან საერთოდ აღარ არსებობს ესეთი კომუნიკაცია. ოღონდ ისევ და ისევ რა თქმა უნდა ივანიშვილის და მისი გუნდის ქმედებების გამო. თითქმის 2 წელიწადია მიმდინარეობს ამაზე საუბარი, ძალიან სამწუხარო იქნება თუ ასე მოხდება, თუმცა ალბათ საკმაოდ რეალურია. უბრალოდ იმედი ვიქონიათ, რომ ეს არ დააზარალებს იმ რიგით ქართველ მოქალაქეებს, რომელსაც არანაირი წვლილი არ მიუძღვით საქართველოს მთავრობისგან განსხვავებით საქართველოსა და ევროკავშირის შორის გაფუჭებულ დიპლომატიურ ურთიერთობებში. ოპოზიციასთან, რომელიც ფიქრობს, რომ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება, ანუ ვიზო რეჟიმის შეწყვეტა მათ წარდგებად, ჩვენ არანაირი საქმე არ გვაქვს და არანაირი შეხება არ გვაქვს. ჩვენთვის მთავარი არის, რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, რაც არის ქართული ხალხის მონოპოლური და არც ერთი პარტიის მონოპოლური არ არის, შენარჩუნდეს. მას შემდეგ, რაც ეს საკითხი დადგა, ყველა პლატფორმას, განსაკუთრებით საერთაშორისო პლატფორმას ვიყენებთ იმისთვის და აქტიურად ვიმუშაობთ ჩვენს ევროპულ პარტნიორებთან, რომ მათ დაუნდკიცოთ და აი ახლა სპასეს დელეგაციის ვიზიტის დროს ჩვენი მკვეთრი პოზიცია იყო, რომ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა შეუჩერდეს ქართულ ხალხს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. 20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკიბაძემ მიიღო. გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ მთავარ პროკურატურაში განცხადება 12 ნოემბერს გაკეთდა. თავად გახარია, რომელიც ბერლინში იმყოფება და უახლოეს მომავალში საქართველოში ჩამოსვლას არ გეგმავს, თავს პოლიტიკური დევნის მსხვერპლად მიიჩნევს და თვლის, რომ ეს საქმეები ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო მუქარის შესრულება. წაყენებული ბრალით გახარიას 9-დან 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება. სრული სამართლებრივი სიგიჟეა, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვადევნეთ თავს სამართლებრივადაც აბსურდია და სიგიჟეც არის. თქვენ ნახეთ, რომ არანაირი არგუმენტი პროკურატურას, მათ შორის ფაქტობრივი საფუძვლები აღკვეთის ღონისძიების გამოყენების არ არსებობდა, იმიტომ რომ დანაშაული არ არის ჩადენილი. საერთოდ სიგიჟეა, მათ შორის ჩორჩანას საქმეზე სამსახურო უფლებამოსილების გადამეტებით ქართული მიწის დაცვისთვის ბრალდება გიორგი გახარიასი და 20 ივნისს თითქოს ორგანიზება გაუწია ადამიანების ჯანმრთელობის განზრახ-მძიმე დაზიანებას, ოღონდ ამ დანაშაულის ამსრულებელი დადგენილი არ აქვთ. მათ შორის ბრალის დადგენილებაში უწერიათ, რომ გიორგი გახარიას ფაქტობრივად არ გაუწია რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება, მაგრამ ადამიანებმა რეზინის ტყვიების გამოყენების შედეგად მიიღეს მძიმე დაზიანება და ამის ორგანიზება გააკეთა თურმე გიორგი გახარიამ. რა თქმა უნდა, ეს იყო თავიდან ბოლომდე შეთითხნილი საქმე. ივანიშვილის ჭის თავის ყოფილ ქვეშევრდომებს და ეს ყველაფერი არის ჩემი აზრით სპექტაკლი. რა მნიშვნელობა აქვს შესაბამისად სპექტაკლი, როდის გავა, ეს ალბათ როცა მისი შემოქმედი გადაწყვეტს, მაშინ გადის. უბრალოდ სასაცილოა და აბსურდულია ის, რომ არ შეიძლება გახარია იყოს პასუხისმგებელი იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, რომელსაც ის იღებდა შინაგან საქმეთა მინისტრის რანგში, მით უმეტეს, როდესაც ქართულმა ეთნოსებმა მოგვიანებით დააწინაურა პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე, როგორ შეიძლება დღეს ვისაუბროთ იმაზე, რომ მხოლოდ თავად იყო ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელი. გიორგი გახარიასთან დაკავშირებით ჩვენ შევთქვით, რომ ეს ქრონიკული მოღალატე სამწუხაროდ თავისთვის პირველ რიგში, რაც ეხა ხდება, ეს არის არა სამართლებრივი პროცედურა, არამედ უბრალოდ აი კლანური ბრძოლის გამოხატულება. ერთი მხრივ აღმოჩნდა წინააღმდეგობის და პროტესტის მოღალატე და მათ შორის ეგრეთ წოდებულ მუნიციპალურ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, ანუ რუსულ სპეცოპერაციაში, ასევე შევიდა პარლამენტში და მეორე მხარეს ივანიშვილსაც, ასე იგი, სათანადოდ არ დაუფასეს მისი ეს გარჯა და მაინც აღმოჩნდა ამ დევნის ობიექტი. სტრასბურგის სასამართლომ დაავალა, დაინახა გარკვეული დარღვევები და დაავალა ხელახალი გამოძიება საქართველოს.
გიორგი გახარიამ თავად აიღო მათ შორის თავის პასუხისმგებლობა იმ აქციის დაშლის მართვასთან დაკავშირებით, რომელიც აქვე ხაზი უნდა გაესვას, რომ ეს არანაირად არ აუქმებს იმას, რომ 2019 წლის 20 ივნისის აქცია იყო ძალადობრივი შტურმი და იქვე აღიარეს ყველაფერი სტრასბურგის სასამართლომ იმავე განაჩენში, თქვა რომ ეს იყო შტურმი პარლამენტის შენობაზე და თქვენ იცით რომ ამ საკითხზე სხვა ბრალდებულებიც არიან სწორედ შტურმის გამო. თუმცა რაც შეეხება მართლაც მან პირადად აიღო პასუხისმგებლობა ამაზე. მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას პოლიტიკურ სპექტრში ეხმაურებიან. ოპოზიციის ნაწილი თვლის, რომ კლინიკა ბიბამეთში მიხეილ სააკაშვილის ყოფნა ევროპელ პარტნიორებთან შეთანხმების ნაწილი იყო, რაც დაირღვა. ოპოზიციაში ასევე ფიქრობენ, რომ ქართული ოცნების პირობებში ქვეყანას რეპუტაცია შეელახა და მმართველმა გუნდმა ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. თავად სააკაშვილის გუნდის წევრები მის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნებას პოლიტიკურ სასჯელად მიიჩნევენ. ივანიშვილის ბანდის ალბათ მისი ყველა მომხრის სურვილი არის, რომ მიხეილ სააკაშვილის საერთოდ არანაირი მონაწილეობის მიღება აღარ შეძლოს პოლიტიკაში, თუმცა ის ახერხებს ციხიდან გარკვეულ განცხადებების გაკეთებას, რაც არის მინიმალური, რაც როგორც შეიძლება მან მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკაში, თავისუფლად რო შეძლოს პოლიტიკაში მონაწილეობის მიღება, ივანიშვილს სწორად რომ ამის ეშინია, ამიტომაც ყავს ის გამოკეტილი, რომ იცის რომ თავისუფლებაზე ყოფი სააკაშვილი აუცილებლად დაამარცხებდა ივანიშვილს და მის რეჟიმს. გაგვიჭირდება ამის გარედან შეფასება, უბრალოდ სააკაშვილი არის პატიმარი და ის იქნება საავადმყოფოში თუ იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში მის მიმართ უნდა ხორციელდებოდეს შესაბამისი მოპყრობა და რა თქმა უნდა დასჯის მექანიზმად ეს არ შეიძლება იქნეს გამოყენებული და განსხვავებულ მოპყრობას არ უნდა დაექვემდებაროს. უბრალოდ ყველაზე სამწუხარო ალბათ ის იქნება თუ ამის შემდეგ სააკაშვილის ციხეში დაბრუნება იქცევა მთავარ თემად როგორც პოლიტიკური სპექტრისთვის, ისე მედიისთვის და საქართველოს მაყურებლისთვის და მოსახლეობისთვის. ქართული ოცნება დიდი ხანია მიმართავს ამ მეთოდს, რომ ადამიანების გონების ოკუპაცია მოახდინონ სააკაშვილის თემით და კიდევ ერთხელ თუ ასე მოხდება, ძალიან სამწუხარო იქნება, იმიტომ რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი თემებიდან ყურადღების გადატანა რეალურად მეორე ხარისხოვან თემაზე. მე ერთი რამე მაინტერესებს ხათ შორის, ალბათ სანახავი არის. რა დაჯდა მისი ყოფნა საავადმყოფოში? რა დაჯდა გვაინტერესებს ეს რა თანხა არის და მე უნდა მივაკითხოთ იმ ბრიუსელის იმ ბიუროკრატებს, რომლებმაც აი ეს ხარჯები უნდა აუნაზღავრონ ქართულ ხალხს. იმიტომ რომ გვერდ საინტერესო არის მათი ეს ისტერია, ყალბით სრულ ნარატივები რა დაუჯდა ქართულ ხალხს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს, რომელთა უმრავლესობა ნარკორეალიზატორია. ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები. მათ ბრალი ედება დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა შენახვის რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე. სამართალდამცველების მიერ სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩრეკის შედეგად ასევე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად არის ამოღებული. პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასუებისთვის საჭირო მასალები. ბრალდებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკი და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საპოლიციო ღონისძიება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, კახეთის, აჭარის, იმერეთის, სამეგრელოს ზემო სვანეთის, გურიისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩაატარეს. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. მათ ბრალი ედებათ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე. ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 20 წლამდიან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების, კერძოდ აუდიო და ვიდეო ჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებით დასტურდება, რომ დაკავებულ პირთა უმრავლესობა ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას სხვადასხვა მეთოდით ახდენდა.